საღამო მშვიდობის ეთერშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ნინო სალუქვაძე ვარ, ვაჯამებთ დღეს მთავარ სიახლეებს. ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ბრძოლა ჰიბრიდულ საფრთხებთან, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაარსებიდან 11 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს სამსახურის უფროსმა, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და მათ პროფესიული დღე მიულოცეს. ხელისუფლების პირველმა პირებმა საგარეო ზეწოლასა და საინფორმაციო ომის პირობებში სუსის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა, რომ ეროვნული უსაფრთხოება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც სახელმწიფო სუვერენიტეტი და მშვიდობა დგას. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. 11 წელი ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაარსებიდან 11 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე ქვეყნის უმაღლესმა პირებმა მიულოცეს. შეჯამდა განვლილი პერიოდი, მიღწეული შედეგები, განსაკუთრებით კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ის პრევენციული ღონისძიებები, რომელმაც ქვეყანას დესტაბილიზაცია არიდა. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების თანამშრომლებს სიტყვით მიმართა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყობახიძემ ხაზი გაუსვა სუსის განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. დღეს სოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების დელობები გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა წარმატებით აღიკვეთა. თუმცა საფრთხეები არ გამქრალა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის გასრულს დესტრუქციულ ქმედებებზე ყისერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს. პირად შემადგენლობას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა სუსის ხელმძღვანელმა და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდის დამსახურებაზე ისაუბრა. გეკა გელაძის განცხადებით, სწორი პოლიტიკისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგად ბოლო წლებში შიდა და გარე დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, კორუფცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას ამ და სხვა მრავალი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში უწევს. ხელისუფლების სწორი პრაგმატული პოლიტიკისა და უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა და დღეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და უსაფრთხოება. თუმცა კვლავ რჩება არაერთი საფრთხე, რამაც შესაძლოა დააზიანოს ეროვნული ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დროულად უზრუნველყოთ არსებული საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სუსის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოება არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მშვიდობისა და განვითარების მთავარი საფუძველი. ხაზი გაუსვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებთან და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებთან ბრძოლაში უწყების პროფესიონალიზმს. ის რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და უსაფრთხოებას, უპირველესად თქვენი ყოველდღიური თავდადებული შრომის, პატიოსანი მსახურებისა და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. თანამედროვე მსოფლიოში არსებული კომპლექსური გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი მრავალფეროვანი გამოწვევების ფონზე უსაფრთხოების განცდა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული და ეფექტური საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა როგორც კონსტიტუციური წესრიგისა და შიდა სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე იმ ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიღწევა, რითაც დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობდა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების არაერთი ფარული თუ ღია მცდელობა. თქვენმა მაღალმა პროფესიონალიზმმა, ოპერატიულმა მოქმედებებმა და სახელმწიფოებრივმა პასუხისმგებლობამ შესაძლებელი გახადა ამ საფრთხეების დროული აღმოფხვრა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი საზოგადოების დობა სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი.
სამსახურის დაარსების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უწყებას უდიდესი წვლილი შეაქვს ჰიბრიდული საფრთხეების ოკუპაციისა და რეგიონული გამოწვევების პირობებში საფრთხეების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირებას, პრევენციას და მათი განვითარების აღკვეთას მანამდე, ვიდრე ისინი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების რეალურ ზიანს მიაყენებენ. ამ პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ეს ყოველდღიური, პროფესიონალური, ხშირად შეუმჩნეველი შრომა ქმნის უსაფრთხოების იმ მყარ-საფუძველს, რომელზეც დგას ქვეყნის მშვიდობა, მოქალაქეთა დაცულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გმირულად დაღუპული ოფიცრების ხსოვნას, საზეიმო შეხვედრის დასასრულს სუსის ხელმძღვანელმა თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამგერდე ნიშნებით დააჯილდოვა. უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში და რეფორმის პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. განათლების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დეზინფორმაციაა თითქოს უმაღლეს სასწავლებლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეს. მისი განმარტებით, სრული სახელმწიფო გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტებისგან მხოლოდ მინიმალური კრედიტების მოპოვებაა საჭირო. როგორ უნდა შეინარჩუნონ სტუდენტებმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება და რა ბედი ეწევა გრანტს უნივერსიტეტის შეცვლის დროს. ბორენა ონიანი გიამბობთ. კონკრეტულ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რადიკალურ ოპოზიციასთან, მიზნად აქვს დასახული, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც უმაღლესი განათლების და ზოგადი განათლების რეფორმასთან არის დაკავშირებული. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული კამპანია განათლების მინისტრმა ამხილა. გივი მიქანაძემ დეტალურად განმარტა, თუ რას მოიცავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების მოდელი და აღნიშნა, რომ კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სტუდენტს 100%-იანი დაფინანსების მისაღებად მაღალი აკადემიური მოსწრება სჭირდება სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის განცხადებით დაფინანსების შესანარჩუნებლად საკმარისია სტუდენტმა გადალახოს მხოლოდ მინიმალური 51 ქულიანი ბარიერი. ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში გამოიწვიონ არასწორი აღქმები, საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება მას არასწორ დაპირებებს აძლევს და ამავდროულად მათი მიზანი არის, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო. ამ ადამიანებს თუ რამე აშინებთ, ერთ-ერთი პირველი არის ის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, თუმცა 2 სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს კრედიტების მინიმუმ 80%-ის მიღება, რომ მესამე სემესტრში დაფინანსება შეინარჩუნოს. განათლების მინისტრის განმარტებით, თუ კი სტუდენტი 100%-იანი დაფინანსების მისაღებად კრედიტების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს, მომდევნო სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება და ამის შემდეგაც ისევ ექნება შესაძლებლობა 100%-იანი დაფინანსება აღიდგინოს. როგორც კი შემდეგი სემესტრის მონაცემებით სტუდენტი შეძლებს 80% ან მეტი კრედიტების აღებას, რა თქმა უნდა, მის შემდგომი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან 100%-ით დაფინანსდება. ანუ შუალედში შეიძლება მოხდეს ისე, რომ სავარაუდოდ 2 საგანი, ასე უხეშად რომ ვთქვათ, ვერ ჩააბაროს და საჭირო რაოდენობის კრედიტები ვერ დააგროვოს და კიდე ერთხელ ხაზგაუსვავ მინიმალურ კრედიტებზეა საუბარი იმ სემესტრში, როდესაც 50%-იანი დაფინანსება ექნება სახელმწიფოს მხრიდან. ამ დროს მან ის მინიმუმ 80%-იანი მოცემულობა შეასრულა, მომავალი სემესტრი მისთვის 100%-ით იქნება დაფინანსება. უფასო სწავლის შემოღების მოდელი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან თანამშრომლობით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე შემუშავდა. პროფესორები ამბობენ, რომ სწავლის საფასურის გადახდა ბევრი ოჯახისთვის მძიმე ტვირთი იყო და დაფინანსების მიღება მათთვის დიდი შეღავათი იქნება. უფასო სწავლებას დიდ მოტივაციად აფასებენ აბიტურიენტები. ორი რაღაცა არის აქა ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, რომ ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო, თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში
სწავლის საფასურის გადახდა. და მეორე მხრივ წახალისება არის სტუდენტის კარგი სწავლისკენ. ანუ ისწავლე კარგად, მიიღებ შემდგომ სემესტრშიც, შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და არ მგონია, რომ ამაზე ვინმე თქვას, რომ უსამართლო არის. ეს არის მთელ მსოფლიოში. უნივერსიტეტში 100 ფულიანი შეფასების სისტემაა და კრედიტების დასაგროვებლად აუცილებელია მინიმუმ 51 ფულის მიღება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სტუდენტებს ამ ნაწილში გარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ და ასევე გარკვეული მოტივაციაც, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. კარგი მოტივაცია იქნება ეს ბავშვებისთვის, რომ უფრო მეტად ისწავლონ, რადგან არ დაკარგონ სრული დაფინანსება. ვფიქრობ, რომ ყველა მისე უნდა ვისწავლოთ, რომ მინიმალური ქულა მაინც ავიღოთ და გადავლახოთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან. ქვეყნის უმაღლესი უმსხვილესი სტრატეგიული პროექტი ახალ ფაზაში შედის. ანაკლის ღრმაწყლობა ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი სპეციალური დამღრმავებელი გემი უკვე შევიდა. პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერი 17.5 მეტრამდე გაღრმავდება, რაც პორტის დიდი ტევადობის გემების მიღების შესაძლებლობას მისცემს. აკვატორიის გაღრმავების პარალელურად მალე ტაღმტეხილი მშენებლობაც დაიწყება. დეტალებით მედია ილურიძე. ანაკლის ღრმაწყლობა ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი შემოვიდა. კანონით გათვალისწინებული ყველა დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ გემი უკვე აქტიურად ჩაერთვება პროცესში და დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობით სამუშაოებს. ანაკლის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება. შემდგომ ეტაპზე კი 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. აქვე უნდა ითქვას, რომ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს ჩვენ შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ამ აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტ უნარიანობას. დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ნავსადგურში ჩვენ მივიღეთ პირველი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომელიც პირველ რიგში ეგრეთ წოდებული ტაღმჭრელის ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე კვირაში მას შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ეგრეთ წოდებული შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნული პირველ რიგში განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას და ამ თვალსაზრისით ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება პირველ რიგში მოემსახურება შუადერეფანში მოძრავი ტვირთნაკადების გაზრდის მიზანს. შპს ანაკლის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა გემის კაპიტანთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დაღრმავებითი სამუშაოების სპეციფიკას, გემის შესაძლებლობებს და მონაწილეობა მიიღო შესაბამის პროცედურებში. რესტაუდე კიუნა პირველ რიგში შეუდგება ტალღმტეხელის არხის მოწყობის მიზნის დაღრმავებით სამუშაოებს, ისთვისაც დასჭირდება დაახლოებით 1 თვე, შემდგომ კი გადაინაცვლებს აკვატორიის და შემოსასვლელი არხის დაღრმავების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით 1 თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი ალდერდრისი, რომელიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლის პორტის მშენებლობას განახორციელებს სახელმწიფო. ამოქმედდება ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო შექმნის და მის საკუთრებაში იქნება ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურა, ხოლო კერძო ინვესტიციები განხორციელდება სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7-დან 7.5%-მდე გაუმჯობესა. ორგანიზაციის განახლებული ანგარიშის მიხედვით ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 8.6%-ით გაიზარდა. პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება სავალუტო ბაზარზე წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებით 2.4%-ით გამყარდა, რასაც ხელი უცხოური ვალუტის შემოდინებამ და დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებამ შეუწყო. ამასთან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. საზოგადოების ხელოვნურად დაყოფისკენ, რადიკალიზაციისა და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შევიწროებისკენ მიმართული განცხადება. ასე ფასდება მმართველ გუნდში ელენე ხოშტარიას ციხიდან გაკეთებული მოწოდება, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ სოციალური იზოლაციის კამპანიის დაწყებისკენ არის მიმართული. დროას ლიდერმა TV პირველისთვის ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების გამართვისა და ამ პროცესში გარეძალების მხარდაჭერის მიღების აუცილებლობაზე. შემოვიდა კოცი ჩემთან რესტორანში. ვეუბნები რომ იცი რა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ჩვენი სოციალური მაჯორის ზეწოლის, სოციალური იზოლაციის, აზრის და ლეიბის გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ მორჩა არ იქნება სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ ფონზე, როდესაც დეგრადირებულია პოლიცია, დემორალიზებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი. ამის პარალელურად ჩვენ უნდა ჩვენ პარტნიორებს უთხრათ, იცით რა მეგობრებო, ვიცით რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ იქნება კონცენტრირებული ზეწოლა აქ 300,000 ადამიანი, პარალელურად იქიდან ყველას იცოდინება, რომ აი ამ კულმინაციამდე მივდივართ. სურათი არის უცვლელი, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე დაფუძნებით, ექსტრემიზმზე დაფუძნებით, იგივე პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენში და საქმეებში, ასევე გარეძალების მაგალითი შეგვიძლია ძალიან მარტივად მოვიყვანოთ მაკეინის ინსტიტუტი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიდლაინი გადაცა ოპოზიციას, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი და რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით და სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ დავუპირდით ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს ექსტრემიზმი, ფაშიზმი, რადიკალიზმი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდება. თუ ვინმეა დემორალიზებული დღეს არიან რადიკალები. მათ ყველა იმედი გაუცურდათ, გაწმილებულები არიან და არიან გაკოტრებულები, იმიტომ რომ რამდენჯერაც სადეს რევოლუციური სცენარის განვითარება, იმდენჯერ ჩაფლავდნენ, ქართულმა ხალხმა მათ უთხრა საბოლოოდ უარი. რაც შეეხება ქალბატონის ციხიდან მოწოდებებს, ეს არის ნამდვილი სახე ამ ადამიანების, მარტო მუქარა, ისე მუქრებიან, საკუთარ ხალხს ემუქრებიან, საკუთარ საზოგადოებას ემუქრებიან. ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და ეს პიროტექნიკით აღმართული დადიოდა ესე ამაყად რუსთაველი და გადაწვით ემუქრებოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას. რაზე ისაუბრეს სააკაშვილის ფავორიტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მხარდამჭერმა ქალებმა რესტორან ნინიას ბაღში ნაცმოძრაობის მომავალი თავმჯდომარის მიერ მიწვეულმა მასპინძლისგან მითითებები მიიღეს, რომ კომენტარები არ გაეკეთებინათ მისთვის არასასრულ მედიასთან. ზოგიერთი მათგანმა ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიაც კი გამოავლინა. მე არაფერ პარტიასთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხს არ გაგცემთ და ზოგადად არ გიპასუხებთ. არც მაგასთან დაკავშირებით არ გიპასუხებ. ნათია, მე არ თანამშრომლობ თქვენთან. ნათია, მე თქვენთან არ თანამშრომლობ. ნანუკა მოგვენატრა და მოდი შემოვიდა. სიყვარული შედით. აქ არის აქ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ხარ. ქალბატონო, რო გელაპარაკები გესმის? შენი საქმე არ არის და არც პოსტივის ვისი მხარდამჭერი ვარ. ავატარის მეშვეობით რომ უნდა ქალბატონო, რას ვაკეთებ? კადრი არ დამნახოთ სადმე. თქვენმა კადრებმა დამღუპა, მე შეუნამოსო შენ. კი, თქვენ გამოაშკარავეთ უნამოსო კადრები ყველგან. არ ველაპარაკები პოსტივის. ნანუკა ყველას გიკრძალავთ საუბარს? ნანუკა არ იბრძალოს, ნანუკა თხოვს. აქვერ და ხედავ. მოდით, გოგოებო, მოდით. რომ არა თქვენ აუცილებლად დაგველაპარაკებთ. მესმის, მაგრამ ამჯერად ასე ჯობია. შეხვედრაზე ხართ მოსული? რასთან დაკავშირებით? გამარჯობა. გითხარით რა რასთან დაკავშირებით შეხვედრით?
აგროკარები? ეხა. ეს კარგი იყო. ვაიმე, ასთან დაკავშირებით არის ეკრება რა. თქვენ სანახავად მოყოლე. ასთან დაკავშირებით ეკრება. საერთაშორისო ავატარი და გააცნოთ. შეხვედრაზე მოხვედით? არა. მოგზაურობ. თეონა ვერ მიცანით? თეონა რატო არ მელაპარაკები? ნომერი კარგად გამომიქვეყნე. თეონა რატო გაიქეცი? რატო გაიქეცი? ღორებისგან გარბიან. ღორებისგან გარბიან ხოლმე. კი. ხო, ღორებისგან გარბიან ზოგადად და თან სანქცია. იცით რა მაინტერესებს? ერთობა. კაი, იცით რა მაინტერესებს? რასთან დაკავშირებით ხართ მას? ყავა უნდა დავლიო ჩემს მეგობრებთან ერთად და თქვენ უნდა გითხოთ. ქალბატონი მარიზია თქვენი მეგობარი? ანუ თქვენ უნდა გითხოთ ვინ არის ჩემი მეგობარი? საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ კითხვას გისვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტი. ანუ ვიმბრძანდებით. ჟურნალისტი ვარ, როგორც ხედავ. ხართ ჟურნალისტი ხართ? თქვენ ხართ პროპაგანდის მანქანის ბოლო ჭანჭიკი, რომელსაც ტელეფონის ნომერი რო გამომიქვეყნე მაშინ. მაშინაც იყავი პროპაგანდის ჭანჭიკი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული დანაშაულის თითქმის 73% უკვე გახსნილია. მონაცემების მიხედვით საგრძნობლად იკლო მცირე დანაშაულების, მათ შორის ყაჩაღობისა და ბინის ქურდობის ფაქტებმა. გაიზარდა ქვეყნიდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი. როგორია 2026 წლის 6 თვის დანაშაულის სტატისტიკა? შორენა აროშიძე გიამბობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის პირველი 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 29915 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც გახსნილია 72.86%. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით უკეთესი შედეგია. ოფიციალური მონაცემებით წლის პირველ 6 თვეში ნარკოდანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4995 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 963 პირი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული. სამართალდამცავების მუშაობის შედეგად, როგორც დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, ისე კონკრეტული დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის შედეგები გაუმჯობესებულია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 73%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 7%-იან ზრდას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ გაორმაგებულია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელი და თითქმის 5000-მდე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თითქმის 250-ზე მეტი პირი იქნა კურდული სამყაროს წევრობისა თუ სხვადასხვა ტიპის დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემული, საიდანაც 6 პირი არის კანონიერი ქურდი. საპოლიციო დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც შიდა, ასევე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრებზე 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთილი იქნას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანისა და გავრცელების ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დადებითი ტენდენცია ფიქსირდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზეც. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით შემცირდა ყაჩაღობის შემთხვევები, 9%-ით ქურდობა, ხოლო 28%-ით ბინიდან ქურდობის. ანგარიში ასევე მოიცავს მიგრაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს. 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 2036 მოქალაქე გააძევეს, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 4-ჯერ აღემატება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ კონტროლის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მიუთითებს. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეული დანაშაულებრივი შემთხვევა იქნეს დროულად გამოვლენილი, მოხდეს მასზე სათანადო რეაგირება, გარდა ამისა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ შემცირდეს ისეთი ტიპის დანაშაულები, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი საზოგადოების წევრებს.
სტატისტიკა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მონაცემებსაც ასახავს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 19515 მართვის მოწმობა გაიცა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული მონაცემები ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის გაძლიერების ტენდენციას ადასტურებს. ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო მეორე პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძებით დაადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს დააკავებულმა მოზარდმა მოტოციკლით ფიროსმანის ქუჩაზე მიიყვანა თანამზრახვალი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მიმავალში მყოფ მეორე პირზე კი ძებნა გამოცხადდა. შემთხვევის ადგილიდან ასევე ბრალდებულებისგან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის გამოყენებული მოტოციკლი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და ტყვის მასრები. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი მამაკაცი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციას და აცხადებს, რომ გემით არიანივი მისი მფლობელი და ოპერატორი არც ერთ საერთაშორისო სანქციათა სიაში არ ფიგურირებენ. უწყების განმარტებით გემს გააჩნია ყველა საჭირო სერტიფიკატი და დაზღვევა, ხოლო მისი შემოწმება საქართველოში შემოსვლამდე საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელდა. აღნიშნულ საკითხზე ფორმულას ჟურნალისტს სრული ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა წინასწარ მიწოდებული. გურია გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარედ გემო ფესტი გაიხსნა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი გურული კერძები. ფესტივალში 16 ადგილობრივი სუბიექტი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები მონაწილეობენ. თუმცა კოროშინაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნინო, ჩემს ზუგს უკან არსებული ხალხის რაოდენობა, რა თქმა უნდა, დასტურია იმისა, რომ გურიაში გემოფესტი შედგა. გურია გემოფესტს უკვე მეორეჯერ მასპინძლობს, წელს 16 ადგილობრივი მეწარმე იღებს მონაწილეობას, რომლებმაც ცნობილმა შეფ-მზარეულებთან ერთად ძველი კერძების ახლებური ვარიაციები შექმნეს. შესაბამისად, ამ ახალ კერძებს თავაზობენ აქ შეკრებილ მოსულ ვიზიტორებს. გემოფესტის ორგანიზატორი არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მათი განცხადებით, გემოფესტის მთავარი მიზანი არის შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ჩვენ რასაკვირველია გქონდა შესაძლებლობა და ვესაუბრეთ ადგილობრივ მეწარმეებს. მათი განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონისათვის, რადგან მათი პოპულარიზაცია 1-2-რად იზრდება. თექვსმეტი ადგილობრივი მასპინძალი, დამატებით 14 მეწარმე, ძალიან ბევრი ფერმერი, მეღვინეები, მეჩაიეები, წელს ძალიან მრავალფეროვანია გურული გემოფესტი და სტუმრებს ძალიან მაღალ დონეზე ღირსეულად, როგორც გურულ სტუმართ მასპინძლობას შეეფერება, ისე ღებულობს. 2 დღის განმავლობაში დღეს და ხვალ შეკვეთილში, ლექსი არენასა და მუსიკოსების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოდებით სტუმრებს. გემოების ნამდვილი ფესტივალია შეკვეთილში და ეს ფესტივალი არა მხოლოდ გურის გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობაა მეწარმეებისთვის მოიზიდონ მეტი მოხმარებელი, რაც მეწარმეობას განავითარებს და გურის ეკონომიკას გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ბევრი სტუმარი ყავს დღეს შეკვეთილში, მე მიხარია, რომ დღეს შედგა და ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად ახალისებს ადგილობრივ მეწარმეებს, უფრო მეტ პოპულარიზაციას ძენს ჩვენს სამზარეულოს, გურულ სამზარეულოს და ჩვენ სტუმრებს აქვს შესაძლებლობა დააგემოვნონ უნიკალური გურული გემოები. ფანტასტიკური სტარტია გემოფესტი გურია 2026 წლის სულ რაღაც 15 წუთში 1-2-3000 ადამიანი შეიკრიფა, რაც იმას ნიშნავს, რომ გემოფესტი უკვე დაიწყო გრანდიოზულად და დიდებულად. ნათლად ჩანს ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, თუ რა ხელა ინტერესია
და თითოეულ მათგანსაც რო კითხოთ, დარწმუნებული ვარ, რომ გულგრილი არავინ არ იქნება, იმიტომ რომ გურია თვითონ სიცოცხლის სამოსახლოა და კერძებიც ასეთივე გვაქვს, სიცოცხლის სავსე და გემრიელი. მცირე მეწარმისთვის ეს არის არაჩვეულებრივი დახმარება. მე ფესტივალზე ყოფილი ვარ, მაგრამ ასეთი ეს პროექტი არის ძალიან წარმატებული, ძალიან სწორად ჩაფიქრებული. ყველგან ვამბობ ამას. დიდი სტიმულია, რომ სამომავლოდ და შემდეგ წელს უფრო ახალი რაღაცები გააკეთო და კრეატიული და დააგემოვნებინო ადამიანებს. და ჩვენთვისაც აღმოჩენაა და ასე ვთქვათ, დიდი სარი გადადგმული ნაბიჯი, რომ ახალი რაღაცები მოვიფიქროთ და ვიფიქროთ ახალი კერძები. ძალიან ბევრი ხალხია, მით უმეტეს ამ სეზონზე, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და რო გაეცნონ ჩვენს კულტურას, ჩვენს სამზარეულოს, გურულს, ძველს, ძალიან სასიამოვნო საღამოებია და საინტერესო. ჩვენთვის ისეთი ღირებული გახდა ეს ფესტივალი, რომ არასდროს არ ვაპირებთ გამოვაკლდეთ. აქ მოსულ სტუმარს გემოების საოცრება დახდებათ უბრალოდ. გურიაში გემოფესტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც შეეხება დღევანდელ დღეს ფესტივალმა სტარტი რამდენიმე საათის წინ აიღო და ის მთელი საღამოს განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად არც ახლა არის გვიანი, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ისიამოვნოთ. პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა, მადლობა ნუცა. ასეთი იყო ახალი ამბები 19 საათზე, მე გემშვიდობებით, ნახვამდის. Thank you.